ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საქართველოს უპირველესი უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის როლზე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. თემაზე სასაუბროთ კი შემოგვიერთდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის თანაშემწე ინსტიტუციური განვითარების დარგში ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი ქალბატონი თამარ სანიკიძე. დილამშვიდობის ქალბატონი თამარ, მადლობას მოგახსენებთ დილამშვიდობის, მოგესალმებით. ქალბატონი თამარ, ახლოვდება ახლა თავისთავად შიდა გამოცდები თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და ჩვენ მაყურებელს გვინდა რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ამ სასწავლებლის შესახებ, თუ რით არის იგი გამორჩეული, რატომ არის ის განსაკუთრებული და რა არის მისი მთავარი ნიშა. ძალიან კარგი რომ ამ თემაზე დღეს გვაქვს საშუალება ვისაუბროთ, იმიტომ რომ სასულიერო სემინარია და აკადემია და სემინარია მართლაც გამორჩეულია. ეს ხომ არის სასწავლებელი უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლა, რომელიც ეკლესიის წიაღში არის დაფუძნებული მისი უწმინდესობის პატრიარქის მიერ და მისი ღვაწლით და მისი ფარველობით და სასწავლებლის მმართველების ძალიან დიდი მონდომებით და შრომის შედეგად სასწავლებელი ძალიან კარგად, სწრაფად ვითარდება და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს უკვე ასრულებს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. მისი ნიშნულობა გამოიხატება იმაში სწორედაც, რომ აქ არის ხელმისაწვდომი სტუდენტებისთვის ისეთი დისციპლინების შესწავლა, რომელიც სხვა უნივერსიტეტებში არ გვაქვს. უპირველესად ეს ეხება, რა თქმა უნდა, თეოლოგიის მიმართულებას, ქრისტიანული თეოლოგია, რომელიც ისწავლება, რომლის დანიშნულებაც არის უპირველესად სასულიერო პირების აღზრდა და განათლება, ასევე თეოლოგიის დარგში პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობისთვის კადრების მომზადება, თუმცა ამის გარდა ხელმისაწვდომია, როგორც თქვი, ისეთი დისციპლინები, როგორიც არის ქრისტიანული ფსიქოლოგია, ქრისტიანული ფსიქოლოგია, როგორც თქვით, არის მიმართულებები ხატწერასთან დაკავშირებული, რესტავრაციასთან დაკავშირებული, ხუროთმოძღვრება, არქიტექტურა. მთელი ეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები ხელმისაწვდომი არის სასწავლებლის ვებგვერდზე და ძალიან კარგი იქნება და ვებგვერდიც არის მრავალენოვანი, კარგი იქნება თუ ვთქვათ დაინტერესებული ახალგაზრდები დეტალებს შეისწავლიან. ნამდვილად ამ კუთხით თავისი შინაარსით, ფორმით, მისით ყოველთვის განსხვავებულია სასწავლებელი. ქალბატონი თამარ, ავტორიზაციისა და დიპლომების აღიარების შესახებაც მინდა გკითხოთ, რომელსაც გასცემს სასწავლებელი და ბუნებრივი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, თუ არის ეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიპლომები, რომელსაც სასწავლებელი გასცემს? კი, ეს სისტემა ასე მუშაობს, რომ თუ სასწავლებელი სახელმწიფოს მიერ დადგენილი, ასე ვთქვათ, წესებით არის აღიარებული ქვეყანაში, მაშინ მას საერთაშორისო დონეზეც აღიარებენ. ამიტომ სახელმწიფოს აღიარება აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირდაპირ ეს ყველაფერი კანონშია, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში არის გაწერილი. დაწესებულებას კიდევ ერთხელ მისი განსხვავებულობიდან გამომდინარე აქვს გარკვეული გამონაკლისები, თუმცა ის დაქვემდებარებული არის ხარისხის უზრუნველყოფას გარკვეულწილად და ამის საფუძველზე სახელმწიფო აღიარებს მის დიპლომს. და როგორც კი სახელმწიფოს აღიარება, ასე ვთქვათ, ხდება საერთაშორისო დონეზეც ის აღიარებულია ჩვეულებრივ. ეხლა საერთაშორისო დონეზე ვსაუბრობთ და ალბათ იმაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ურთიერთობა არის თავისთავად სასულიერო აკადემიასა და სემინარიასა და უცხოელ სასწავლებლებს შორის, ხოლმე Erasmus+ გაცვლითი პროგრამა და ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ. ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობა, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ ფუნქციონირებულ სასწავლებლებთან დამოკიდებულებაში არის ნაგულისხმები, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება თვითონ სასწავლებლის. სპეციალური სამსახური მუშაობს ამაზე, რომ ეს ურთიერთობები იყოს გაღრმავებული, მოწესრიგებული და გარდა იმისა, რომ ასეთი თანამშრომლობა, ხელშეკრულებები, ამ ხელშეკრულების ფარგლებში რეალური ქმედებები უკვე თვალსაჩინოა, გვაქვს ასევე Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამები, რომელიც სულ რამდენიმე წელია დავიწყეთ და ვთავაზობთ სტუდენტებს. ჩვენ დავიწყეთ პოლონეთთან ურთიერთობით, უკვე რუმინეთიც შესაძლებელი გახდა და კიდევ მუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებთან, რა შეიძლება შევმატოთ, რომ სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ სტუდენტებისთვის Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამა გულისხმობს
აკადემიური პერსონალის მობილობასაც, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობასაც და სტუდენტების. და უკვე რამდენჯერმე ეს განხორციელდა აკადემიური პერსონალის მონაწილეობით, ასე რომ ველოდებით სტუდენტებს იმისთვის, რომ მათ გამოხატონ ეს უცხოურ ქვეყნებთან, უცხოურ ქვეყნების სასწავლებლებთან ურთიერთობაზე საუბრობთ და ალბათ უნებრივია, ლოგიკურია, რომ კომპეტენცია გქონდეთ უცხო ენების ცოდნის კუთხით სტუდენტებს შესაბამისი. აი ამ კუთხით თუ არის დაგეგმილი, რამე როგორ შეიძლება რომ გაუმჯობესდეს სტუდენტთა ცოდნა უცხო ენაში. ნამდვილად საზრუნავია და ძალიან ბევრჯერ გვიმსჯელია აკადემია სემინარიაში ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად კურსი უცხო ენის და უცხო ენის სწავლება, რომელსაც თავაზობს სასწავლებელი სტუდენტებს, მთელი 4 სემესტრი, ვთქვათ, ბაკალავრიატ საფეხურზე აქვს საშუალება მათ რა უცხო ენა ისწავლონ და მათ შორის აირჩიონ ეს უცხო ენა, არა მხოლოდ ინგლისურზე არის საუბარი. ამის ძალიან კარგი საშუალება და პირობები არის სასწავლებელში და ამის გარდა სასწავლებელი იმისთვისაც მზად არის, თუ დამატებით დაჭირდებათ დახმარება, აქეთ მიმართოს რესურსები კი. ამიტომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. არ მხოლოდ სტუდენტებში, არამედ პერსონალშიც. და ალბათ ასევე მნიშვნელოვანია ის საკითხიც, თუ კურსდამთავრებულებს შემდგომ რა ბედი ეწევათ, ასე ვთქვათ, დასაქმების კუთხით, ხომ რამდენად შესაძლებელი არის ვთქვათ სასწავლებელში მათი დასაქმება და ალბათ ამ ყველაფერს სასწავლებელიც უკვე აკვირდება თავისთავად, თუ როგორი ხარისხით ხდება მათი შესწავლა, ვთქვათ, მათი ეს სწავლის პროცესი და შესაბამის ზომებს და გადაწყვეტილებებს იაებს თავისთავად. ხარისხის სამსახური თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახსენეთ, რომ ვექვემდებარებით ხარისხის კონტროლს და ჩვენი შიდა კონტროლის მექანიზმებიც ძალიან კარგად გვაქვს უკვე აწყობილი იმ სტანდარტების მიხედვით, რომელთაც სახელმწიფო ამოწმებს ზოგადად უმაღლეს სასწავლებლებს. ამიტომ ეს მექანიზმები სწორედ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით, ასე ვთქვათ, შეფასების კვლევების განხორციელებას, სწორედ იმიტომ, რომ სულ პულსზე გვედოს ხელი, რომ არაფერი გამოგვჩეს და ვიცოდეთ, რა სწავლობენ, როგორ აღწერენ სწავლის შედეგებს, როგორი არის პერსონალის კვალიფიკაცია, მათი შესრულებული სამუშაოს, ასე ვთქვათ, ეფექტიანობას ვუყურებთ, ასევე ვუყურებთ, რა თქმა უნდა, დასაქმების მაჩვენებლებსაც და ამ კვლევას ყოველწლიურად ვატარებთ. ახლა აქ კარგი რა გვაქვს და რა უნდა იცოდნენ სტუდენტებმა აუცილებლად. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ პროგრამები არის ძალიან ნიშური. ხო? თუმცა კვალიფიკაციები, რომელსაც ვანიჭებთ, არის საკმაოდ ფართო. მაგალითად, ქრისტიანული ფსიქოლოგია იღებს ფსიქოლოგის კვალიფიკაციას და ეს მათ საშუალებას აძლევს და აფართოვებს მათი დასაქმების არეალს. მაგალითად, ფსიქოლოგები ძალიან ბევრი საჭირო არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, სხვადასხვა კლინიკებშიც, განსაკუთრებით იმ სივრცეში, რომელსაც ეს სასწავლებელი ასევე ემსახურება. და კიდევ ერთხელ როგორც საქართველოში, ასევე იგივე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვისაც ეს ფართო კვალიფიკაციები არის ძალიან კარგი და რამდენიმე წლის წინ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და სწორედაც ამის შემდეგ ვთავაზობთ სტუდენტებს, რომ აი ასეთი პროგრამების ჭრილში ისეთი სწავლის შედეგები დავძლიოთ, რომელიც ადეკვატური იქნება იმ ფართო კვალიფიკაციასთანაც, რომელსაც შემდგომ უკვე ვანიჭებთ სტუდენტებს. ქალბატონ თავარ, თქვენ ბრძანდებით განათლების ექსპერტი, ბუნებრივია საერთაშორისო მასშტაბით მუშაობთ და ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება როგორია თქვენი შეფასება სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში მიმდინარე სასწავლო სამეცნიერო პროცესის. ერთი უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ საკმაოდ სწრაფად ვითარდება სასწავლებელი. ვითარდება თან ისეთი ძალიან საჭირო და სწორი მიმართულებებით, რისთვისაც კიდევ ერთხელ სასწავლებლის ხელმძღვანელობა არ იშურებს არაფერს, არც ენერგიას, არც რესურსებს და ყოველთვის მასაც სულ პულსზე ხელი უდევს, რომ ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც საჭიროა. სასწავლებელს ყოველთვის სჭირდება განვითარება. მე ვერ ვიტყვი ვერც ამ სასწავლებელს და ვერც ერთზე, რომ მან მიაღწია განვითარების პიკს, ხარისხის სწავლების და ხარისხის უზრუნველყოფა ზოგადად ამას ნიშნავს, რომ მუდმივ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ეს აშკარად სახეზეა ამ სასწავლებელში, რაც ძალიან მახარებს და ჩვენც რა თქმა უნდა მოტივირებულები ვართ იმისთვის, რომ ყველანაირად კიდევ წინ წავწიოთ ეს საქმე.
და რას ურჩევდით აბიტურიენტებს და ზოგადად რომ მივაწოდოთ კიდევ ერთხელ ინფორმაცია თუ რით არის გამორჩეული სასწავლებელი და რას თავაზობს აბიტურიენტებს? ძალიან კარგი. მე რომ შევაჯამოთ ვიტყოდით რომ გარდა იმ ნიშური პროგრამებისა, ძალიან საინტერესო შინაარსი პროგრამების მართლაც ძალიან საინტერესოა. გარდა ამისა, სტუდენტებს აქ დახვდებათ ძალიან კარგი და სასწავლო პროცესთან შესაბამისი გარემო. გარემოში ვგულისხმობ ფიზიკურ გარემოს, ინტელექტუალურ გარემოს, პედაგოგებს, პროფესორებს, მასწავლებლებს. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციას. მათ ყოველდღიურ საქმიანობას, ყოველთვის არიან გარკვეული დაკვირვების ქვეშ სხვადასხვა მხრიდან, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი იყოს მეტად გამართული. კიდევ ერთხელ, აი ამ ხარისხის უზრუნველყოფის პარკლებში ამ მიმართულებითაც ბევრი შეფასება და კვლევა კეთდება. ამიტომ გარემო შემიძლია თამამად ვთქვა, იმდენად გამართული და მოწესრიგებულია, რომ სტუდენტი, ვისაც სწავლა უნდა და სწავლა უნდა ისეთი შინაარსიანი პროგრამების, რომელზედაც ჩვენ ვისაუბროთ, ვფიქრობ საუკეთესო არჩევანი იქნება. დიახ, თავბატონო, პროფესორ-მასწავლებლები, პედაგოგები ახსენით. როგორია მათი ჩართულობა? პირველ რიგში სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერის გიორგი ზვიადაძის ჩართულობა სასწავლო პროცესში, როგორია მათი დამოკიდებულება და ურთიერთობა სტუდენტებთან? აი ძალიან კარგად და სწორედ უნდა დავინახოთ, რომ უნივერსიტეტის რექტორს აქვს ისეთი პირობა შექმნილი, სადაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება ჩართულობით და თანამონაწილეობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართლობის მე ბიზნეს ადმინისტრაციის დოქტორი გახლავართ და მართვასთან დაკავშირებული საკითხები კარგად მესმის. ძალიან სწორად, კვალიფიციურად და მაღალი ეთიკური ნორმების დაცვით მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება. ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ძალიან მაღალი ჩართულობის დონით უზრუნველყოფილი. რაც შეეხება სასწავლო პროცესის წარმართვას უშუალოდ, ისეთი კოლაბორაცია არის აი ამ კათედრებსა და ფაკულტეტებს შორის. არც ერთი არ არის, ასე ვთქვათ, ცალკე და მოწყვეტილი. ყოველთვის ან სასწავლო პროცესის დასწრებაში მონაწილეობენ, კოლეგიურ შეფასებებში მონაწილეობენ, გამოცდები და მომთხოვნელობა სტუდენტების მიმართ ძალიან მაღალია, ესეც უნდა გაითვალისწინონ აუცილებლად სტუდენტებმა. არავინ დავაშინოთ, მაგრამ რთულია სწავლა. არ ვაშინებ. მომთხოვნელობა მაღალია, თუმცა ნახეთ არის საკმარისი რაოდენობით პედაგოგ-მასწავლებლები და პროფესორები, რომ მან ინდივიდუალურად სტუდენტებთან მუშაობას დაუთმონ საკმარისი დრო. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ამისი ფუფუნება ბევრ უნივერსიტეტს ჩვენ ვიცით, საქართველოში კი არა, შეიძლება საზღვარგარეთაც არ ქონდეთ და აქ არის ამისი საშუალება. ისიც ვიცით, რომ სწავლას სრულად აფინანსებს საპატრიარქო, ხო? ამის გარდა მობილიზებულია პროფესორ-მასწავლებლები და საკმაო რაოდენობით, რომ სტუდენტთა მცირე ჯგუფებში და ინდივიდუალურადაც იმუშაონ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით, თუნდაც ამ მაღალი მოთხოვნის კვალ-და-კვალ სწავლის შედეგების დაძლევის კუთხით, პრობლემა მათ არ უნდა შეექმნათ. და გარდა იმისა, რომ უმაღლეს დონეზე ხდება სწავლება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, თქვენ ჩართულობაზე საუბრობდით ახლა და მნიშვნელოვანი არის სწორედ ის ემპათია, ის თანაგანცდა და ის დამოკიდებულება, რომელიც ლექტორსა და სტუდენტ შორის არის თავისთავად. კი, რა თქმა უნდა და სულ არის მათ შორის კომუნიკაცია, ეს არის პირდაპირ, ეს არის ფაკულტეტის გავლით თუ კათედრის გავლით. მინდა გითხრათ, რომ აქ ყოველდღიურ ჩართულობაზე საუბრობთ. შიდა გამოცდა არის მთავარი ფაქტორი. შიდა გამოცდა მთავარი ფაქტორია, ეროვნული გამოცდების მხოლოდ ერთი გამოცდის შედეგით შეუძლია მოვიდეს სტუდენტს და სცადოს, ასე ვთქვათ, ბედი. შიდა გამოცდები მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ ერთხელ არ უნდა შევშინდეთ. მთავარი არის, რომ მოტივირებული ვიყოთ სასწავლებლად და სწავლებელი ყველა პირობას ქმნის სასწავლებელში აუცილებლად დაეხმარება. ძალიან კარგი ინტელექტუალური რესურსი აქვს ამ სასწავლებლად. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ სასწავლებელს და ბუნებრივია ყველა აბიტურიენტს. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა. სიამოვნებით შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის თანაშემწე ინსტიტუციური განვითარების დარგში ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი ქალბატონი თამარ სანიკიძე.